ღამემშვიდობისა ბავშვებო, ნინო მარგველაშვილი ვარ. 53 დღე არის დღეს წიგნის კითხვის. თქვენი ოჯახების მხარდასაჭერად და დღეს უნდა წაგიკითხოთ ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი ავტორის ლეო ლიონის. ლეო ლიონი არის ის ადამიანი, რომელმაც დაწერა წიგნი ლურჯი და ყვითელი, თუ გახსოვთ ადრე წავიკითხე კოვიდის დროს. და ამ წიგნს გვია ნაბიჯ. ოღონდ წიგნის მთავარი პერსონაჟი არის ეს მატლი მუხლუხო, რომლის ერთი ნაბიჯი, ანუ გადადგმა და წინწავსო, დაახლოებით ეს თითის სიგანე რო ავიღოთ 2 სანტიმეტრია, ცოტათი მეტი. ნახოთ ახლა რა მოხდება. როგორი ჩიტონია. ეს მოკლედ ერთ დღესაც შიერმა გულწითელა მატლი მუხლუხო დაინახა. ის იყო ზურმუხტისავით მწვანე. და ტოტზე იჯდა. აი უკვე აპირებდა რომ თავისი ნისკარტით შეესამსლა მატლი, როდესაც მატლმა მუხლუხომ უთხრა: არ შემჭამო, მე მატლი მუხლუხო ვარ. მე გამოსადეგი ვარ. მე ვზომავ ნივთებს. მართლა? უთხრა გულწითელამ. მაშინ გაზომე ჩემი კუდი. ეს მარტივია, უთხრა მატლმა. 1 2 3 4 5 ნაბიჯი. აბა დაფიქრდი. თქვა გულწითელამ. ჩემი კუდი 5 შენი ნაბიჯის სიგრძის არისო. ანუ დაახლოებით 10-12 სანტიმეტრი არის. და შესაბამისად შეისვა მუხლუხო მატლი ზურგზე და სხვა ჩიტებთან გააფრინა, რომ ისინიც გაეზომა. მატლმა მუხლუხომ გაზომა ფლამინგოს კისერი. მატლმა მუხლუხომ გაზომა ტუკანის ნისკარტი. და ყანჩას ფეხი. ხოხობის კუდი. და თლიანად კოლიბრი. ერთ დილასაც ბულბული შემოხვდა მატლს მუხლუხოს. ჩემი სიმღერა გაზომე, უთხრა ბულბულმა. მაგრამ ეს როგორ გავაკეთო? იკითხა მუხლუხომ მატლმა. მე ნივთებს უზომავ და არა სიმღერებს. ჩემი სიმღერა გაზომე, თორემ ჩემი საუზმე გახდებიო, უთხრა ბულბულმა. და მაშინ მატლ მუხლუხოს თავში ერთი იდეა მოვიდა. ვეცდები, უთხრა მან. მიდი, დაიწყე სიმღერა. დაიწყო ბულბულმა სტვენა. ბულბული მღეროდა და მუხლუხო დაიწყო გაზომვა. ნელა, ნაბიჯ სიმღერასთან ერთად მეორე მხარეს იწყო გადაადგილება. ზომავდა და ზომავდა. ნაბიჯ. სანამ არ
მოეფარა თვალს. დასასრული. იმ სიგრძე ბულბულის სტვენა და ჭიკჭიკი იყო, რომ პირობა შეესრულა მატმა მუხლუხომ, გაზომა თავისებურად, ხა? ნაბიჯ. ამასობაში თავში საფარიც იპოვა. ეს იყო და ეს იმედი მაქვს, რომ ბევრი რამდენიმე ლამაზი ფრინველი გავიხსენეთ, დავინახეთ. გემშტაბებით და შევხვდებით